მჟავიანობა, გულძმარვა, რეფლუქსი, გერდი, აი ბევრი სახელი ქვია და როგორც წესი ერთ მდგომარეობაზე მიუთითებენ ხოლმე და ამ მდგომარეობის აზრი არის, როცა კუჭიდან მჟავა ამოდის საყლაპავში. ყოველ მეოთხე ადამიანს აქვს და რაც ადამიანს ასაკი ემატება, რისკი იმატებს მნიშვნელოვნად. ასევე ყოველ მეორე ჭარბწონიან ადამიანს აქვს, ანუ როცა ადამიანი ჭარბწონიანია, მჟავიანობის პრობლემა თითქმის ყოველთვის აქვს. ამიტომ უზარმაზარი საკითხია, მეტიც ადამიანების ნაწილი, რომელიც მიდიან კლინიკაში გულის სიმპტომების გამო, აღმოჩნდება, რომ აქვთ უბრალოდ რეფლუქსი და არ არის ეს გული. აი ამიტომ უნდა ვიცოდეთ ცნობა, როდის არის საყლაპავის პრობლემა და როდის არის სხვა მიზეზები. მეტიც, თუ კი ადამიანი ყურადღებას არ მიაქცევს დიდი ხნის განმავლობაში ამ მჟავის ამოსვლას საყლაპავში, ეს გამოიწვევს პრობლემებს, რადგან ჩვენი საყლაპავი არ არის გათვლილი იმაზე, რომ მჟავა ამოვიდეს. მჟავა არის კუჭის მჟავა, ძლიერ კოროზიული და პირდაპირ აზიანებს ქსოვილებს. კუჭი ამას შეგუებულია და კუჭს შეუძლია ამის ატანა, მაგრამ საყლაპავს არა. საყლაპავი ზიანდება დროთა განმავლობაში. ამ საყლაპავის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს პრეკანცერული ცვლილებები. პრეკანცერული ნიშნავს, რომ ერთი დაავადება, რომელიც შემდეგ სიმსივნედ გარდაიქმნება და თუ სიმსივნე განვითარდა, საყლაპავის სიმსივნე არის ურთულესი სამკურნალო. ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელია. თავიდან აცილება შესაძლებელია იმით, რომ ვიცოდეთ, როგორ აღმოვაჩინოთ მჟავიანობა, რადგან ზოგი ადამიანის არ არის ადვილი, რადგან შეიძლება შეფარული სიმპტომები ქონდეს და ვუმკურნალოთ. პირველი და ყველაზე ხშირი და კლასიკური სიმპტომი არის გულძმარვა. გულძმარვა თითქმის ყველა მიცის, როგორი სიმპტომია. ანუ წვის შეგრძნება კერდის ძვლის უკან. ეს წვის შეგრძნება ძირითადად იწყება ჭამიდან 30 წუთის შემდეგ, განსაკუთრებით თუ შეჭამ ბევრს, ცხიმიანს, წარეს, ალკოჰოლს, ყავას და თუ მოჭერილი ქამარი აქვს ადამიანს, განსაკუთრებით მაშინ გააძლიერებს. ზოგჯერ ღამით იღვიძებს ადამიანი გულძმარვით, ამ გულძმარვის შეგრძნება აღვიძებს და წვის შეგრძნება და ეს არის ყველაზე ხშირი სიმპტომი მჟავიანობის. მეორე ყველაზე ხშირი სიმპტომი არის რეგურგიტაცია. რეგურგიტაცია არის, როდესაც გრძნობა გაქვს და არა მარტო გრძნობა მართლა, საკვები ამოდის ყელში კუჭიდან, არა მხოლოდ საკვები, არამედ შეიძლება მხოლოდ მჟავა, კუჭის მჟავა ამოვიდეს, ან ერთად, ორივე ერთად საკვები და მჟავა ერთად. და გრძნობა გაქვს იმისი, რომ რაღაცა ამოვიდა და ამას გრძნობს ადამიანი. განსაკუთრებით მაშინ, როცა წინ გადაიხრები, ან ძიმეს აწევ, ან დაწვევი ჭამის მერე, ძირითადად. ამას ქვია რეგურგიტაცია. ეს რეგურგიტაცია პრობლემა იმით არის, რომ თუ კი ღამე მოხდა, როცა შენ წევხარ და გძინავს, შეიძლება შემთხვევით შეისუნთქო ეს საჭმელი და მოხდეს ფილტვებში. ფილტვებში თუ მოხდა, შეიძლება ფილტვების ანთება გამოიწვიოს, რომელსაც ქვია ასპირაციული პნევმონია და ეს დიდი პრობლემაა რეალურად. მესამე მნიშვნელოვანი სიმპტომი, რაც შეიძლება ახასიათებდეს მჟავის რეფლუქსს ან გერდს, ეს არის გულმკერდის მიდამოში ტკივილი და ზეწოლის შეგრძნება და ამით შეიძლება გულის შეტევას გავდეს და ადამიანები, რომლებიც მიდიან კლინიკაში გულის შეტევით, მათ ნახევარს აქვს გერდი. ანუ არა გული კი არ იყო, არამედ იყო ეს გერდის შეტევა, ანუ ეს მჟავიანობა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი წინ გადაიხრება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაც მძიმეებს აწევს, როცა დაწვება, მაშინ ძლიერდება ეს შეგრძნება და მნიშვნელოვანია გავარჩიოთ გულის შეტევის. თან ყველაზე მთავარი გულის შეტევის განმასხვავებელი ის არის, რომ ანტაციდს როგორც კი მიიღებს ადამიანი, აი ეს ზეწოლის შეგრძნება შემცირდება. თუ გულია არა, თუ გულია ეგ არ უშველის. ეგ არის ყველაზე მთავარი. და აქ პირიქით,
გულის შემთხვევაში თუ კი დაწვება ადამიანი და მოსვენებულ მდგომარეობაში იქნება, შეიძლება გაუმჯობესდეს, როცა გერდია პირიქით გაუარესდება, როცა დაწვება სწორ ზედაპირზე. მეოთხე მნიშვნელოვანი ნიშანი გერდის არის დისფაგია. დისფაგია არის გაძნელებული გადაყლაპვა. ადამიანს აქვს გრძნობა, რომ რაღაცა გაეჭედა აქ, ანუ საჭმელი გაიჭედა რა და ვერ ყლაპავს კარგად. ან როცა ყლაპავს, რა გეგონება ჩაიტანაო, რაღაცა ჩაკაწრაო საყლაპავი, ეგეთი შეგრძნება. ან ყელში ბურთის გაჩხერის გრძნობა, ესეც იცის გერდმა და ადამიანს აქვს სურვილი, რომ ხშირად ჩაახველოს ან გაიწმინდოს ყელი, ესეც იცის გერდმა. შემდეგი ნიშანი, რითიც რაც შეიძლება იყოს ფარულად მჟავიანობა, არის ქრონიკული ხველა. ქრონიკული ხველა ზოგჯერ ერევა თხოლმე ასთმაში, რადგან ასთმაც გამეიცის ხველა და ამანაც როცა დაწვება ადამიანი, მშრალი ხველა, ძირითადად ოღონდ აქ ჭამის მერე იცის. ან როცა ბევრი ჭამა ადამიანმა და შემდეგ საუბრობს ან იცინის. ასთმა ძირითადად ბავშვობაში იწყება ოღონდ და ეს იწყება ძირითადად დიდობაში. და აქ მარტივი ტესტით შეიძლება ასთმისგან განვასხვაოთ, არის რომ თუ კი საწოლის თავს ამაღლებ და შენი ზედა ნაწილი იქნება მაღალზე, დახრილად იქნები, დახრილად იწვევი და არასწორად, მაშინ სიმპტომები შეგიმსუბუქდება. ასთმის შემთხვევაში სიმპტომები ასე როგორ დაწვევი მაგის მიხედვით არ შეგიმსუბუქდება. ეგ არის მარტივი ტესტი, რითიც შეიძლება ასთმისგან განასხვაო. მეშვიდე სიმპტომი არის უსიამოვნო სუნი პირიდან, განსაკუთრებით თუ კი ჰიგიენას იცავს ადამიანი და მაინც ცუდი სუნი აქვს პირში, ან მეტალის გემო აქვს პირში, ეს მჟავიანობაა. მეტიც ზოგჯერ არის რომ ასველებს ადამიანი ბალიშს ღამე დგება და ხედავს რომ დასვებულია მჟავის სუნი აქვს ბალიშს, ეგეც მჟავიანობაა. ზოგჯერ ადამიანს ასლოკინებს და ასლოკინებს 2 დღე მაგალითად, ანუ არ უწყდება ეს ლოკინი, ეგეც ხშირად არის მჟავიანობის გამო, როცა ადამიანი ბევრს ჭამს, ეს გადიდებული და კუჭის ნაწილი, რომელიც ამოვიდა ზევით, აწვება ვაგუსს, ცდომილ ნერვს აღიზიანებს და ეგ იწვევს შემდეგ აი ამ სლოკინს. ამიტომ სლოკინიც შეიძლება რომ მჟავიანობაზე მიუთითებდეს. ერთ-ერთი ნიშანი მჟავიანობის ასევე არის, როცა ადამიანს აქვს გულის აჩქარებები და რაღაც საკუთარი გულისების შეგრძნება, გული უფართხალებს თითქოს ჭამის მერე, განსაკუთრებით თუ დიდი ულუფებით შეჭამა, ეს ხდება იმიტომ, რომ ეს თიაქარი, განსაკუთრებით თუ დიდი ულუფით შეჭამა ადამიანმა, შეიძლება მიაწვეს გულს და მექანიკური ზეწოლის გამო იგრძნოს ადამიანმა ეს სიმპტომი. ელექტროკარდიოგრამას რო გაიკეთებს ადამიანი, ყველაფერი ნორმაშია, არაფერი პრობლემა არ არის, მაგრამ ეს სიმპტომი არის, ეს ნიშნავს რომ გერდია. ახლა თქვათ, ყველაზე ხშირი მიზეზები რა არის გერდის? ყველაზე ხშირი მიზეზი არის თიაქარი, ანუ დიაფრაგმის თიაქარი რა ხდება? დიაფრაგმა გვაქვს, მოკლედ ესეთი წარმოიდგინეთ, არის მიჯნა საყვარი, რომელიც ყოფს აქა, რომელიც ყოფს გულმკერდს მუცლისგან, ქვევით მუცევლია, ზევით გულმკერდია, ხო? და აქედან საყლაპავი ამოდის ამ მიჯნაში, არის ხვრელი, ამ ხვრელიდან ამოდის საყლაპავი. ხო, ეს კუნთია, ამას ქვია დიაფრაგმა. დიაფრაგმიდან ამოდის საყლაპავი და ეს საყლაპავი ნორმაში უნდა ამოდიოდეს მხოლოდ საყლაპავი. და ზოგჯერ ეს ხვრელი, რომლიდან საყლაპავი ამოდის, ფართოვდება და ამოყვება კუჭის ნაწილი. და კუჭის ნაწილი რო ამოდის, აი ეგ არის თიაქარი. და ეგ აწვება, ეს კუჭის ნაწილი აწვება საყლაპავს, მე საყლაპავი იხსნება და მჟავა ამოდის ზევით. აი ეგ არის თიაქარი და ეგ თიაქარი არის ყველაზე ხშირი მიზეზი რეალურად, რატომაც ადამიანებს ემართებათ გერდი. ეს თიაქარი ყველაზე ხშირია ჭარბტონიან ადამიანებში, რატო? იმიტომ რომ იმატებს მუცლის წნევა, ანუ ცხიმია ბევრი დაგროვილი და აწვება ზევით ამოყავს კუჭი მთლიანად.
ძალიან არა თქმა უნდა. უტრირებულად ვამბობ. და ხშირია ასევე 50 წელსდებით. რატო? იმიტომ რომ შემაერთებელი ქსოვილის უსტდება და ის ხვრელი, დიაფრაგმის ხვრელი ფართოვდება, რადგან შემაერთებელი ქსოვილის უსტდება და ადვილად ამოდის მერე კუჭის ნაწილი. ჭარბწონას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ასევე ნებისმიერი რამე, რაც ადამიანი აკეთებს და რაც იწვევს მუცელში და წნევის გაზრდას, ორსულობა, ჭარბი წონა როგორ თქვით, ძიმების აწევა, შეიძლება ზოგ შემთხვევაში იყოს ხველაც კი. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი ამ მჟავის რეფლუქსის არის საკლაპავის ქვედა სფინქტერის მოდუნება, სუსტი საკლაპავის ქვედა სფინქტერი. ეს ქვედა სფინქტერი რას ნიშნავს? საკლაპავის ხარი მილს ბოლოში აქვს მოკლედ ჩამკეტი. ეს ჩამკეტი, როცა ჩვეულებრივად ვართ, უნდა იყოს დაკეტილი. როცა ვიწყებ ჭამას, უნდა გაიხსნას და საკვები ჩაუშვას შიგნით, მაგრამ იქიდან უკან არ უნდა ამოუშვას. უნდა დაიხუროს მაგ დროს. არ იხურება. როცა არ იხურება, აი ადამიანი ეს მჟავა ამოდის უკან და განსაკუთრებით თუ დაწვება ადამიანი, ან თუ დაახველებს ადამიანი, თუ გადაიხრება ადამიანი მუცელში და წნევა რაც გაზრდის, მოაწვევა კუჭიდან ამჟავაზებით, მაშინ თუ მოდუნებულია აი ეს საკლაპავის სფინქტერი. ეგ არის მთავარი მიზეზი. არის რაღაცები, რაც ამ სფინკტერზე მოქმედებს, ანუ ნივთიერებები მოქმედებს ამ სფინკტერზე, მოადუნებს და ესეთ ნივთიერებებია ალკოჰოლი, თამბაქო, კოფეინი, კოლა, ჩაი, ზოგიერთი წამალი და როცა ჭამამებს მოდუნებულია ეს და ამოდის მჟავაზებით, რატო ანუ ყავა დავლეო და გულზმარვა დამემართაო, ხო, რო ამბობენ ხოლმე. აი სიგარის რო ვეწევი, გულზმარვა მემართება და ეს ზუსტად მაგიტომ, იმიტომ რომ ადუნებს საკლაპავის სფინკტერს. მესამე მნიშვნელოვანი მიზეზი, რა დროსაც აი ეს მჟავის რეფლუქსი ხდება, არის როცა კუჭი ნელა იცლება, წარმოიდგინეთ ჭამე ბევრი, კუჭიდან არ გადის ეს საკვები, ნელა იცლება ძალიან, კუჭი წნევა იმატებს და ეს წნევა და მჟავა ამოვაზევით. აი ეგ არის მნიშვნელოვანი მიზეზი ასევე. ადამიანები ვის ემართებათ? ადამიანებს, ვისაც აქვს დიაბეტი, ჰიპოთიროიდიზმი, ფარისებრი ჯირკვის ფუნქციების და ზანგ შესუსტებული და ვისაც უყვარს ძალიან ბევრი ცხიმიანი საკვების ჭამა. რატო? იმიტომ რომ ცხიმი ძალიან დიდხანს რჩება კუჭში და ამიტომ. ასევე ზოგიერთი წამალი, ანტიქოლინერგული წამლები და ოპიოიდები იწვევენ ასევე კუჭის დაცლის შემცირებას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენს ჭამ. მნიშვნელოვანია რომ ადამიანმა ცოტა ჭამოს, დიდი ულუფებით ჭამა კუჭში წნევას რდის, ცხიმიანი საკვებები კუჭში წნევას რდის, იმიტომ რომ დიდხანს ჩერდება, შოკოლადი, ხახვი, პამიდორი, ციტრუსები, ყველაფერი ესენი ადუნებს საკლაპავის სფინკტერს. ღამე ჭამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორია, განსაკუთრებით იმათ ემართებათ ხოლმე, ვისაც უყვარს ღამე ჭამა. სამ ვიტყვით წამლებზე, როგორ უმკურნალოთ წამლებით, მანამდე ვთქვათ, რისი გაკეთება შეგიძლია წამლების გარეშე და სახლში. მარტივად, რადგან ბევრი რამით შეგიძლია შეცვალო რეალურად, შეიძლება წამლების garaშე უმკურნალო ამ რეფლუქსს. მთავარი არის წონაშიკლება. თუ კი ჭარბწონიანი ხარ, საკმარისია 5-10% დაიკლო შენ, 5-10 კილო რა უხეშად რო დაიკლო, მნიშვნელოვნად შეგიმცირდება რეფლუქსი. მეორე არის რომ ღამე 3 საათით ადრე აღარ ჭამოს ამ დაწვები. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. მესამე არის რომ საწოლი აწიო დაახლოებით ბალშები დაიდო ისე რომ დაახლოებით 20 სანტიმეტრის ზევით აწიო. თუ არ დაიყიდება სპეციალური ესეთი დასადებია საწოლი, რომელიც საწოლს თავს წევს. გრავიტაციის გამო მჟავა ჩამოდის უკან და არ ამდის ზევით. მნიშვნელოვანია მცირე ულუფებით ხშირ-ხშირად ჭამა და არა ერთი დიდი ულუფა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან არ გადაივსება კუჭი და კუჭში წნევა არ გაიზრდება და მკურნალობის მთავარი მეთოდი რეალურად ეგ არის. ის საკვები უნდა აირიდო თავიდან, რომელიც აღიზიანებს საკლაპავის სფინკტერს, რომელიც ადუნებს. ესეთი საკვებია ცხიმიანი, შემწვარი, შოკოლადი, მინთი, მენთოლი, ხახვი, ციტრუსი,
ტომატი, ყავა, კოლა, ალკოჰოლი და მოწევა. ასევე როცა შეჭამ თუ ეს გიყვარს ქამრის შემოჭერა, უნდა მოუშვა ქამარს, იმიტომ რომ მუცელში წნევა შეამციროს. ასევე ახალ ნაჭამზე არ უნდა აწიო მძიმეები და ამ წინ არ უნდა გადაიხარო, თუ ახლა სხვა გზა არ არის შესაბამისად და არ უნდა წამოწვა. ეგ მნიშვნელოვანია. ერთი ჭიქა თბილი წყალი ან ნახევარი ჭიქა თბილი წყალი შეგიძლია დალიო ჭამის მერე 15-20 წუთის მერე ჭამიდან და შემდეგ 10 წუთი გაისერინო. ეს განეიტრალებს მჟავას ეს ერთი. მეორე ეს ერთი კუჭს დაეხმარება რომ დაიცალოს ორივე ერთად, ანუ სიარულიც და თბილი წყალიც ორივე დაეხმარება, არა ცივი, არამედ თბილი. დაეხმარება რომ კუჭი დაიცალოს და იმ ადამიანებს, ვისაც ჭამის მერე აწუხებთ ხოლმე რეფლუქსი, დაახლოებით 40%-ით უმცირდებათ ეს რეფლუქსი მარტო ამას ვინც აკეთებს, რომ თბილი წყალი და პლუს 10 წუთი გავლა. მეორე არის რომ დაღეჭო შაქრის გარშე კევი დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში კვებებს შორის, რადგან ღეჭვის დროს გამოიყოფა ნერწყვი. ნერწყვი შეიცავს ბიკარბონატს, ბიკარბონატი ბუნებრივი ანტაციდია და ანეიტრალებს მჟავას. მესამე რის გაკეთებად შეგიძლია არის შეჭამო ნახევრად მწიფე ბანანი ან 2 სუფრის კოვზი შვრია, მშრალი შვრია კვებებს შორის ან დაძინების წინ. თუ კი ადამიანი გრძნობს მსუბუქ წვის შეგრძნებას, რადგან ეს ორივე ბანანიც და შვრიაც არის ბუნებრივი გამატუტიანებელია და ანეიტრალებს, ასევე უკავშირდება მჟავებს და ასევე იცავს კუჭის კედელს ორივე. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ვიღაცა იტყვის, რომ ახლა შვრიის ფაფას რო ჭამ პირიქით გულწმარვას მიძლიერებს, ხო? გიძლიერებთ რატო? შვრიის ფაფა რომ აწვანო რამდენს ჭამთ, გამოახლნა დაახლოებით 400 გრამი. 300-400 გრამს ჭამს ადამიანი, საშუალო ადამიანი შვრიის ფაფას წყალს როცა უმატებს. რა თქმა უნდა, ცოტას ხარშავს, თვითონ შვრია ცოტა, მაგრამ ბევრ წყალს იმატებს. კუჭშიც იმატებს ის წყალს. და როცა შენ 400 გრამს ჭამ და მერე კიდე თან კუჭი დიხანს ჩერდება და მერე კიდე საჭმეს ჭამ ზევიდან, ეს კუჭს აფართოებს და კუჭში წნევას ზრდის. ამიტომ უნდა განვასხვაოთ, რომ როცა შვრიის ფაფას ჭამთ, კუჭს ვავსებთ და მერე კიდე დამატებით ჭამ, ეს არის რაც გულწმარვას იწვევს და არა შვრია თვითონ. ანუ ეს შვრიის ბრალი არ არის, ეს არის ბევრი ჭამის ბრალი. ეგ არის განსხვავება. და წყლის მიღება ცოტა წყალი დღის განმავლობაში, რომ სხვა ადამიანმა ესეც ანეიტრალებს მჟავას. ახლა წამლებიდან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები არის პირველი რიგის მკურნალობა, რომელსაც შეუძლია მჟავიანობის შემცირება 95%-ით. ასეთი წამლებია, გაგიათ ალბათ პრაზოლები. ომეპრაზოლი, პანტოპრაზოლი, ესმოპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი. ანუ ეგ ყველა პრაზოლებია, მოკლედ სტანდარტული დოზირება არის 20-დან 40 მგ-მდე ერთხელ დღეში, დილით, ჭამამდე, დაახლოებით 1 საათით ადრე. ძირითადად ინიშნება 8 კვირის განმავლობაში, ზოგჯერ საჭიროა 6 კვირის განმავლობაში, ზოგჯერ საჭიროა ბევრად მეტი 6 თვის განმავლობაში და ზოგჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ აქ ყურადღებაა საჭირო. არიან ადამიანები, რომლებიც თავის ინიციატივით მთელი ცხოვრება სვავენ ომეპრაზოლს, მაგალითად, ასე არ შეიძლება. ომეპრაზოლს შეუძლია გამოიწვიოს კუჭის ატროფია, კუჭის კედლის ატროფია და საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციების რისკი გაზარდოს და B12 ვიტამინის დეფიციტის რისკი გაზარდოს, მაგნიუმის დეფიციტის რისკი გაზარდოს, ანუ შეფაროს სიმსივნე, კუჭის სიმსივნე დაფაროს. ამიტომ
შეფაროს რატო ან სიმპტომი არ აქვს და ადამიანს არ ტკივა და ვერ გებულობს და მე ძალიან გვიან გებულობს, ეგ დიდი პრობლემაა. ამიტომ თუ კი დიდხანს იღებთ პრაზოლებს, მაშინ აუცილებელია კონტროლი, რა ხდება თქვენს ორგანიზმში ექიმთან ერთად, არა მის გარეშე. თუ ხო ზოგჯერ საჭიროა ერთხელ კი არა ორჯერ დაინიშნოს ეს პრაზოლები, ერთხელ დილით და ერთხელ სადილის წინ. ეგ არის სტანდარტული დოზირება. თუ ეგ არ არის ხოლმე საკმარისი, მაშინ ინიშნება H2 ბლოკერებთან ერთად, ეგ დამატებით კიდე მჟავიანობას ამცირებს, მაგალითად ფამოტიდინი, რანიტიდინიც ასევე, მაგრამ რანიტიდინი ამოიღეს. ბევრ ქვეყანაში აღარ არის რეკომენდირებული. ფამოტიდინი ზირთადად 20 მილიგრამი ინიშნება ხოლმე დაწოლამდე და ესეთი რეჟიმით ნიშნავს დილით პრაზოლს, ომეპრაზოლი მაგალითად, საღამოთი ფამოტიდინი და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ღამე აწუხებს ხოლმე ეს მჟავიანობა და აღვიძებს, განსაკუთრებით მათთვის არის ხოლმე ეს რეჟიმი მისაღები და მოსაწონი. არის ანტაციდები კიდე. ანტაციდები არის მაშინვე, ახლა ძლიერი გულწმავა თუ გაქვთ, დადებ ანტაციდს ეგრევე გაგივლის რამდენიმე წუთშივე. მაშინ როცა მაგალითად ომეპრაზოლს დრო ჭირდება, რომ იმოქმედოს. და ოღონდ ამ ანტაციდების პრობლემა ისაა, რომ 1-2 საათი შველის მერე ისევ საჭიროა ან მოკლევადიანად მოქმედოს მოკლედ. ესენი ანტაციდები ყველა ეფექტურია თითქმის რა, ალუმინის ჰიდროქსიდი, მაგნიუმის ჰიდროქსიდი, კალციუმის კარბონატი, ნატრიუმის ბიკარბონატი, სხვანაირი ანტაციდებია, არის ყველა ეფექტური მოკლედ და კარგად მუშაობს. ხო, ეს იმ შემთხვევაში თუ კი ადამიანს მომენტალურად უნდა რომ მოიხსნას, ხო, თუმცა მათ აქვს თავისი პრობლემა, შეიძლება გამოიწვიონ ელექტროლიტების დისბალანსი ან დიარეა, ამიტომ განსაკუთრებით ნატრიუმის და მაგნიუმზე დამზადებულები, რომლებიც არის, ამიტომ მაგ მხრივაც ყურადღებაა საჭირო. როცა ვერ გვარდება წამლებით პრობლემა, მაშინ ინიშნება ქირურგია, ან როცა ადამიანი ახალგაზრდა და არ უნდა მთელი ცხოვრება წამლებისვას და ძალიან დიდი თიაქარი აქვს და პრობლემა აქვს და ნისენის ფუნდოპლიფიკაცია ქვია აი ამ ოპერაციას, რაც ინიშნება ხოლმე, ან ლაპარასკოპიული შეიძლება შეკეთება მოხდეს აი ამ თიაქრის. ესეც შესაძლებელია. ასევე ქირურგია ინიშნება, როცა ადამიანს აქვს ბარეტის ეზოფაგიტი, ანუ საყლაპავი უკვე დაზიანებულია და კუჭის სიმსივნის განვითარების ალბათობაა მაგ შემთხვევაში. თუ არა და ზევით რაც თქვით, მაგ მკურნალობებით ეს მჟავიანობა 90% განკურნებადია. შესაბამისად, განსაკუთრებით ცხოვრების წესის ცვლილებით, რაც ზევით ვთქვი, და ამას დამატებული პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები 90%-იანი ეფექტურობა აქვს. 2-4 კვირაში შესაძლებელია მისი მოგვარება. თუმცა არის ქრონიკული შემთხვევებიც, რა თქმა უნდა. ქირურგიასაც ძალიან მაღალი ეფექტურობა აქვს. ქირურგიითაც გვარდება 90%-იანად ეს პრობლემა. თუ არ მიხედავ, შეიძლება განვითარდეს ეზოფაგიტი, საყლაპავის ანთება, წყლები, სტრიქტურები საყლაპავში, ბარეტის ეზოფაგიტი და ბოლოს სიმსივნე. ამიტომ ყურადღებას არ უნდა დატოვო ეს მჟავიანობა და თუ კი რაც გავაკეთეთ, რაც ვთქვით, იმებს გავაკეთებთ. მაშინ აი ამ რისკების ჩანს შეამცირებ პრაქტიკულად ნულამდე. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.